თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპატიმრებული დემონსტრანტების პროცესები გრძელდება. ამ წუთებში სხდომაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი ანტონ ჩეჩინი იკითხება. ის სინდისის პატიმრებს შორის პირველი ბრალდებულია, რომელიც მოსამართლემ შუშის კაბინიდან გამოიყვანა და ტრიბუნასთან დადგომის შესაძლებლობა მისცა. დღესვე დაგეგმილია ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის პროცესით, სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. ნუცა ბახუტაშვილი იმუშავებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა დავიწყოთ ანტონ ჩეჩინის სხდომით, რას ამბობს ბრალდებული სხდომაზე და როგორია მხარის მოლოდინი, ან მხარეების მოლოდინები მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. Კეთი, ანტონ ჩეჩინის საქმეც ზუსტად იგივე მუხლით და ბრალდებით განიხილება, რაც ექიმ გიორგი ახობაძის შემთხვევაში, ეს არის ნარკოდანაშაული, რომელიც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს ანტონ ჩეჩინი ამ წუთებშიც აძლევს ჩვენებას სასამართლოს წინაშე, ის საუბრობს მთელ რიგ გარემოებებზე, რომელიც მისი დაკავების ეპიზოდიდან იწყება და გრძელდება სასამართლოში. პროცესების განხილვამდე დაცვის მხარემ უკვე ამოწურა კითხვები ანტონ ჩეჩინთან. ახლა შმაგი გობეჯიშვილი უსვამს შეკითხვებს ანტონ ჩეჩინს, ეს არის პროკურორი, რომელიც ასევე იყო გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი და რომელიც მედიასთან გუშინდელი გამამართლებელი განაჩენის შემდგომ არ გამოჩენილა. დღეს არც ანტონ ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით გაუკეთებია მას კომენტარი. ანტონ ჩეჩინმა, როგორც გითხარით, ისაუბრა მთელ რიგ გარემოებებზე, პოლიციელების მხრიდან გადაცდომებზე, ძალის გადამეტებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მას ნარკოტიკული საშუალება, როგორც სხვა სინდისის პატიმრებს ჩაუდეს და ეს იყო კარგად დაგეგმილი მიზანმიმართული სპეცოპერაცია და ის ამბობს, რომ ეს ნამდვილად უკავშირდებოდა მისი აქციებში მონაწილეობას და ამ სპეცოპერაციას მის წინააღმდეგ სწორედ მის აქტიურ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. ანტონ ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაიკითხა ასევე ექსპერტი, ნეიროქირურგი, რომელმაც თქვა, რომ ანტონ ჩეჩინს აქვს კისტური ქსოვილები თავის ტვინში, რაც დიდი ალბათობით შეიძლება იყოს სიმსივნური წარმონაქმნი და ტომოგრაფიის პასუხის საფუძველზე გასცა მან ანტონ ჩეჩინისთვის ოპერაციის ჩატარების რეკომენდაცია. აი ამ ვითარებაში უწევთ სასამართლო პროცესის წარმართვა და განხილვა მსჯელობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას ანტონ ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით. ადვოკატი გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ ზუსტად იგივენაირად არის ანტონ ჩეჩინის საქმე შეკერილი, როგორც ეს გიორგი ახობაძის და სხვა ნარკოდანაშაულში ბრალდებული სინდისის პატიმრების შემთხვევაში მოხდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება საქმეში, არც მაგალითად ნეიტრალური ვიდეო მტკიცებულება ან ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაესწრებოდა ანტონ ჩეჩინის დაკავებას. შესაბამისად, ერთადერთი განაჩენი, რომელიც ამ საქმეზე უნდა დადგეს, არის გამამართლებელი განაჩენი, როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ამბობს. გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ექიმ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გარკვეულწილად იმედი მისცა სხვა ბრალდებულებს, ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს, რომ მათ საქმეებზე შესაძლოა დადგეს იგივე გადაწყვეტილება. რეალურად არც ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ის ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მის შემხებლობას, მის მფლობელობას კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან. ამგვარი სახის ნეიტრალური მტკიცებულება საუბარია ან ვიდეო ჩანაწერზე, ან ნეიტრალური პირის დასწრებაზე სისხლის სამართლის საქმეში ფიზიკურად არ არსებობს. გამომდინარე აქედან სამართლებრივად ყველანაირი შესაძლებლობა აქვს სასამართლოს იმისთვის, რომ მიიღოს ერთადერთი ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ანტონ ჩეჩინი. ანტონ ჩეჩინის დაკითხვის შემდგომ მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა წარადგინონ. დასკვნითი სიტყვის შემდგომ საბოლოო სიტყვის უფლებით დიდი ალბათობით ისარგებლებს თავად ბრალდებული ანტონ ჩეჩინი, რის შემდეგაც უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ ანტონ ჩეჩინის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება 8 პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვას, ეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების საქმე უკვე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს პირველად უნდა მოისმინოს დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები. საქმე გადავიდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. დღეს ზვიად ცეცხლაძის უფლებადამცველი წარადგენს მოწმეებს ამ საქმესთან დაკავშირებით. 2 მოწმე დაიკითხება, ასევე გამოიკვლევენ წერილობით მტკიცებულებებსაც, სხვა უფლებადამცველებსაც, სხვა ბრალდებულების სინდისის პატიმრების ნაწილთან მიმართებაში ჰყავთ მოწმეები, რომლებსაც შემდგომ სხდომებზე წარმოადგენენ.
ზვიად ცეცხლაძის ნაწილზე 12 მოწმე ჰყავს დასაკითხი დაცვის მხარეს. დღეს ორ მათგანს დაკითხავენ, როგორც უკვე გითხარით, ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც ესწრებოდნენ ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკას. ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. დღეს სწორედ ამ საქმეზე მოისმენს თამარ მჭედლიშვილი დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებებს. ზვიად ცეცხლაძის დაცვის მხარე დავიწყებთ დღეს მოწმეების გამოკითხვას. დღეს დაიბარა დაცვის მხარემ ორი მოწმე, რომელი მოწმეებიც ისაუბრებენ ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, ასევე ზვიად ცეცხლაძის დაკავებისას, როდესაც ის შეაჩერეს და დააკავა პოლიციამ, როგორ განვითარდა მოვლენები და ეს ორი მოწმე ისაუბრებს იმ დარღვევებზე, რომელი დარღვევებიც აშკარად იკვეთება როგორც ზვიად ცეცხლაძის დაკავების, ასევე ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის მიმდინარეობის. გამოიკვეთა ის, რომ ბრალდების მოწმე პირდაპირ გვითხრეს ის, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნაწილში კატეგორიულად კი არა, ვარაუდის დონეზეც არ შეუძლიათ თქვან, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ფეერვერკის გასროლა, რომელიც ედავებიან, იყო ამ პოლიციელის მიმართულებით, ან შენობა ნაგებობის მიმართულებით. ეტაპობრივად დაცვის მხარის მოწმეები დადასტურდება ის, რომ რეალურად წარდგენილი ბრალდება რაც არის უბრალოდ გამოგონილი მოვლენ მოწმეების სასამართლო პროცესზე და დაადასტურებენ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ მთელი 8 თვის განმავლობაში თუნდაც მედიას საშუალებებს შეუნებოდით, თუნდაც სასამართლო დარბაზში ვაჟღერებთ. დაიკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები. ამასთან ერთად მე როგორც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინაშვილის ადვოკატს დანიშნული მაქვს ექსპერტიზა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებზე, სადაც თითქოს ასახულია, რომ თორნიკე გოშაძე და ირაკლი მიმინაშვილი ახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს. თუმცა მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვართ, დასკვნა არ გაუწია ჯერ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მივმართეთ ხოვნით და შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ საქმეზე დროულად იქნება წარმოდგენილი ექსპერტიზა. სინდისის პატიმრების ორი პროცესი ერთმანეთის პარალელურად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან სულ რაღაც 9 საათში უნდა დაიწყოს ნინო დათაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვას. დღეს წინა სასამართლოს ხტომა გაიმართება, როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, დღეს დააყენებენ შუამდგომობას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. უცნობია რა პოზიცია ექნება პროკურატურასა და გაიზიარებს თუ არა სასამართლო დაცვის მხარის ამ პოზიციას და დააკმაყოფილებს თუ არა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს. ნინო დათაშვილი პატიმრობაში იმყოფება უკვე თითქმის 2 თვეა. მას სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ეს ბრალი მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. გამოხმაურება მოჰყვა პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი არის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა მიზნად ისახავს ნინო დათაშვილის როგორც მასწავლებლის, საჯარო ფიგურის და ასევე აქტივისტის დისკრედიტაციას და ეს გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ აქციის გაშავებას. ჩვენთვის როგორც ცნობილი არის, დღეს დაესწრება თავად ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესს და საკუთარ სათქმელს მათ შორის ფსიქიატრიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებითაც სასამართლოს გაუზიარებს.